ინტერესო გადაცემა გველოდება დღეს როგორც ყოველთვის შემონიკო და პირველი თემა გაახლავთ მეზღვაურთა საკითხი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ დღეს იქედან გამომდინარე ეს თემა რომ ზღვისპირა ქალაქი რო ვართ და საერთოდ ბათუმი რომ მეზღვაურების ქალაქია და ასე შემდეგ ეს ცალკე საკითხია მაგრამ ჩემი ოჯახის ორი წევრი მეზღვაურია მაგალითად ესე რომ ვთქვა და ორმაგად მნიშვნელოვანია ნებისმიერი თარიღი რომელიც საზღვაო სფეროს უკავშირდება საერთოდ მე ვფიქრობ რომ საზღვაო სფეროს წარმატება არის მთლიანობაში საქართველოს სამი უნდა აღნიშნოთ რომ გასულ დღეს იყო ქალმეზღვაურთა დღე და შესაძლოა მივდივარ მაგამდე ეს ორმაგი ბონუსია ჩვენთვის როდესაც სოფლიო აღნიშნავს ქალმეზღვაურთა საერთაშორისო დღეს თითქოს ყურში გვხდება ხო ქალმეზღვაურთა საერთაშორისო დღე შეიძლება ვიღაცა თქვას რომ საიდან კაცო ქალების პროფესია როგორ შეიძლება იყოს მეზღვაურობა თუმცა ნურას უკაცრავად ბათუმს ყავს უკვე რამდენიმე ქალი მეზღვაური და საკმაოდ წარმატებულიც ამ თემაზე უფრო ვცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად დღეს ჩვენი სტუმრები არიან ელიტა ხვედელიძე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით და სტუმარი ნია მსხალაძე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი მომავალი ქალი მეზღვაური და კაპიტანი ესე რომ ვთქვათ მოგზადით ქალბატონებო დღევანდელ დღეს დიდი პატივია რომ ჩვენთან ერთად იმყოფებით გილოცავთ ამ შესანიშნავ თარიღს აღარ განმეორდები მიზეზების გამო რატომაც არის ეს თარიღი მნიშვნელოვანი არაერთი მეზღვაური ქალი უკვე გაზარდა ჩვენმა კუთხემ უნივერსიტეტმა და ჩვენ გვეამაყება ეს ყველაფერი მოდით მოგვიყევით საერთაშორისო ზოგადად ამ დღის შესახებ ქალ მეზღვაურთა საერთაშორისო დღის შესახებ როდის დაარსდა რატომ წამოვიდა და შემდეგ გადავალთ ჩვენს სტუდენტებთან რომლებმაც აირჩიეს ეს პროფესია მოგესალმებით თქვენ აუდიტორიას ნამდვილად ეს დღე არა მარტო მეზღვაური ქალის დღე არამედ 18 მაისი არის საზღვაო ინდუსტრიაში მომუშავე ქალების დღე, რომელიც 21 წელს აიმომ, ანუ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დაარსა, როგორც ქალების, რომლებიც მუშაობენ ყველა რგოლში, საზღვაო ინდუსტრიის ყველა რგოლში, მათ დასაფასებლად. ეს, რა თქმა უნდა, იყო მიზანი ამ დღის აღნიშვნის არის ალბათ უნდა ვთქვა რომ გაეროს მეხუთე მიზანი ანუ გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვნება და ასევე ქალების როლის გაძლიერება საზღვაო ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მოთხოვნადი, ძალიან ესეთი მაღალანაზღაურებადი პროფესია არა მარტო ზღვა, არამედ საზღვაო ინდუსტრია ნაპირზეც, ქალების პროცენტი დღესაც ევროპაში თუ აზიაშიც დაბალია საზღვაო ინდუსტრიაში და ამიტომ არის მთელი მსოფლიო ამაზე თუმცა ჩვენ საპირისპირო რომ მეტი გქონდეს. კი, ნამდვილად საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის ესე ვთქვათ ნაპირზე საკმაოდ ბევრი ქალი მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ არა მენეჯერულ პოზიციებზე. ალბათ უნდა გავიხსენოთ გარკვეული სტერეოტიპები, რომლის დამსახურებაც არის. ხო, ეხლა მე მახსენდება მაგალითად პირველი შოშია ჩხაიძის ერთ-ერთი ბათუმელი ძალიან წარმატებული დრამატურგის და მწერლის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი ზღვა და ქალიშვილები, სადაც ის რამდენიმე წლის წინ და ძალიან ბევრი წლის წინ არღვევდა ამ სტერეოტიპებს, რომელსაც ქვია ქალი და მეზღვაურობა. ხშირ შემთხვევაში ითვლებოდა, რომ ქალები არ უნდა ყოფილიყვნენ ზღვაში, გარკვეული ალბათ მასკულინ პროფესიასთან ასოცირდებოდა, თუმცა დღეს ალბათ დროთა განმავლობაში ქალებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს რაღაც სტერეოტიპული პროფესიები და არსებობს რაღაცნაირად კაცის და ქალის პროფესია, ხო? ასევე მახსენდება რამდენიმე წლის წინ მყავდა სტუმარი, რომელიც ამბობდა, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ სამი ესე ვთქვათ ქალბატონი სწავლობდა, ახალგაზრდა და გარკვეულწილად ცნობიერების ამაღლების კუთხით ბევრი საინტერესო ესე ვთქვათ მიმართულება იყო დაგეგმილი და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით საინტერესოა სტატისტიკა თუ არსებობს და რამდენი ქალბატონი სწავლობს სხვადასხვა პოზიციის მიმართულებით. მთელ მსოფლიოში ნიკო ეს პროფესია და ამ პროფესიაზე სწავლობს ძალიან ცოტა ქალბატონი. ევროპაშიც კი პროცენტობა ქალი მეზღვაურების მთელ მსოფლიოში არის 2% და საინტერესოა ის, რომ 40 წლის განმავლობაში ეს პროცენტობა არ იმატებს და არ იცვლება. რატოა ეს? იმიტომ რომ მეზღვაურობა ოდითგანვე ისტორიულად ძალიან
დამეთანხმებით არის რთული პროფესია. ადრე და ეხლაც რთული პროფესია რჩება, ერთადერთი განსხვავებაა თანამედროვეობასთან, რომ ძველ დროს ზღვა ითხოვდა არა მარტო რაღაც კოგნიტიურ და ინტელექტუალურ ცოდნას, არამედ ფიზიკურ ძალასაც ითხოვდა და დღესაც ანუ საგემბანე მუშაობა, სამანქანე მუშაობა ფიზიკურ შრომას ითხოვს და ამიტომ ხალი ამაზე ვერანაირად ვერ დათანხმდებოდა. იცით, აქ ჩაგეკითხებით, არ შემსუბუქა ფიზიკური ნაწილი, თუნდაც ტექნოლოგიების განვითარება. დღეს ნახევრად ავტომატიზირებულია გემები და თუ გემბანის რეიტად ვერ იმუშავებს ქალბატონი, მაგრამ აი ოფიცრულ პოზიციებზე, მაღალ მენეჯერო პოზიციებზე გემზე არანაირი პრობლემა არ არის მისთვის. რა თქმა უნდა, ხალი ფიზიკურად თუ ვერ დაძლევს, აი ახლა მას სჭირდება კოგნიტიური და ინტელექტუალური მონაცემები და ხალი პირიქით მე მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩვენ უყურებთ, გოგონები, სტუდენტები უფრო ბეჯითი არიან და განათლების მიღება არ უჭირთ. ამიტომ ავტომატიზაციამ და აი ამ ტექნოლოგიურმა გაადვილა და ქალები რა თქმა უნდა ძალიან ადვილად ეუფლებიან დიახ. აი თუ ხდება მაგალითად თუ გიწევთ უფრო მეტი ძალისხმევა და დამტკიცება მაგალითისთვის გემზე რომ თქვენს იგივენაირად შეგიძლიათ იმ საქმის გაკეთება, როგორც ამას მაგალითად მამაკაცი გააკეთებდა და უფრო მეტად თუ გჭირდებათ ასე ვთქვათ თავის დამკვიდრებისთვის მეტი ძალისხმევა ვიდრე შეიძლება მამაკაცს დასჭირდეს. უკეთესადაც მე ვფიქრობ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებ თქვენს მაყურებელს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ქალს მოეთხოვება მეტი ყურადღება საკუთარ ქცევებზე და აუცილებელია მან აკონტროლოს საკუთარი თავი გემზე. და ვფიქრობ, რომ მეტი მოეთხოვება თვალსაზრისით იმისა, რომ დაუშვათ ნია, მოდი გითხარი შენ რატომ გადაწყვიტე გამختარიყავი მეზღვაური? უშუალოდ ჩემი საზღვაო სფეროსკენ გზა დაიწყო 6 წლის წინ, 12 წლის ასაკში, როდესაც უბრალოდ ვისვენებდი დივანზე და ვიყურებოდი ჭერში და რატომღაც 12 წლის ბავშვმა საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა, თუ რა მინდოდა გამოსულიყო მომავალში. და ესე სპონტანურად არ საიდან მომივიდა იდეა, რომ გამختარიყავი ქალი მეზღვაური. თან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ანუ ოჯახში მეზღვაური არავინ არ ყავს, ანუ მე ვარ პირველი მეზღვაური და არც ნათესავი ახლობელი არავინ არ ყავდა და რა იყო ინსპირაცია? ინსპირაცია ვფიქრობ უფრო ზღვა სიყვარულისადმი, რადგან დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ აჭარიდან ვარ და რო ჩამოვდიოდი არდადეგებზე, სულ აი შეყვარებული ვიყავი ზღვით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს იდეა ისა მეზღვაურობისა დაიბადა ზღვის სიყვარულისად. აი თუ მაგალითად ისთვის გაკეთებით რისერჩი, მაგალითად ქართველი khali მეზღვაურები, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ასე ვთქვათ ინსპირაცია ან მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება წარმატებული იყოს ქართველი khali მეზღვაური, ისე როგორც მაგალითად წარმატებული იქნებით თქვენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი ინსპირაცია დღესდღეობით არის ნათია ლაბაძე, რომელიც სულ მალე გახდება khali კაპიტანი. მით უმეტეს პირადად გავიცანი და გაგვიზიარა და მე პირადად გამიზიარ მისი გამოცდილება და ჩემთვის უშუალოდ ნათია ლაბაძე არის დღესდღეობით ინსპირაცია იმისა, თუ როგორი უნდა ვიყო და რა უნდა გავაკეთო მომავალში. თუმცა ასევე ჩვენი მაყურებლებისთვის დარწმუნებული ვარ ხარ შენ მაგალითი და ასევე мотиваცია იმისთვის, რომ არა მარტო მამაკაცები იყვნენ დაინტერესებული დღეს ამ პროფესიით, იმიტომ რომ გენდერული უთანასწორობა მიუხედავად დიდი ძალის ჩვენი ძალისხმევისა, რომ ეს პროფესია ქალებშიც იყოს პოპულარული, მაინც უთანასწოროა და მე მინდა აღნიშნო, რომ საოცრად გიხდება ეს ფორმა, რომელიც ეხლა რითაც ეხლა მოხვედი ჩვენთან სტუდიაში, მაინტერესებს გარშემომყოფების რეაქცია როგორია. იგივე შენი კურსელების, შენი მშობლების რეაქცია როგორი იყო? მოგვიყევი ამ ყველაფერს. თავდაპირველად ოჯახის წევრებს ძალიან გავუკვირდათ, მაგრამ თავიდანვე მხარს მიჭერდნენ და მეთქენ გვერდში, იმიტომ რომ იცოდნენ თუ როგორ მინდოდა და რამხელა სურვილი მქონდა რომ გავყოლოდი ამ გზას. მეგობრებისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო და მქონია სხვა შორის შემთხვევები ბულინგის,
მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, იმდენად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და დღესდღეობით კურსელების მხრიდან, ლექტორების მხრიდან, ზოგადად საზოგადოების მხრიდან გრძნობი მხარდაჭერას, რაც არის რეალურად და ეს დიდ ძალას მაძლევს. ბატონო ელიტა, საინტერესო იქნებოდა გვესაუბრა ასევე სასწავლო პროგრამაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, მათ შორის იმ ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ჩვენი მომავალი კაპიტნის მსგავსად, რომ შეიძლება ერთ დღეს გადაწყვიტონ ამ პროფესიას მიუძღვნან თავი და გახდნენ წარმატებული მეზღვაურები. საზღვაო პროგრამები ახლა ნამდვილი რო გითხრათ, ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ სეგრეგაციას ქალბატონების და მამაკაცების სწავლებაში, საზღვაო მისასალმებელია ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დისკრიმინაცია და გოგონებიც და ვაჟებიც ერთნაირ პროგრამას ეუფლებიან. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, რომ ყველაზე კარგი გამოცდილი და აქტიური მეზღვაურები იყოს მათი ლექტორ-პედაგოგები. და რაც ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონები არიან აქტიურად ჩართული აკადემიურ თუ სამეცნიერო ნებისმიერ აქტივობებში, რომლებიც უნივერსიტეტში ტარდება. ნიაზ გარდა ჩვენთან კიდე 2 გოგონა სწავლობს. არ ვიცით რამდენად მე ვიცი ზუსტად ნიაზე, რომ ნიას გადაწყვეტილი აქვს ზღვაში წასვლა. ესე ძალიან ბევრი გოგო შეიძლება სწავლობს მთელ მსოფლიოში უნივერსიტეტებში საზღვაო დარგზე, მაგრამ როგორც წესი დასრულების ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ისინი ზღვაში არ მიდიან და უბრალოდ ინდუსტრიაში ნაპირზე რჩებიან. ესეთი ბევრია, რა თქმა უნდა. აი, აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, დღეს აღინიშნება არა მარტო თქვა ქალმეზღვაურთა საერთაშორისო დღე, არამედ ზოგადად ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ქალბატონების საერთაშორისო დღე, რომლის ერთ-ერთი წარმოადგენელი თქვენ ბრძანდებით, ხო? მაინტერესებს თქვა ამ კუთხით რა სიახლეები გვაქვს, რამდენად ჩართული არიან სასწავლო პროცესში, მენეჯმენტში ქალბატონები, ხო? იმიტომ რომ მაინც მასკულინურად მიიჩნევა. ვიცი რომ ლექტორები უმეტესად მამაკაცები არიან ხოლმე ამ მიმართულებით და თქვენი როლი, ქალების როლი იმისათვის რომ მომავალში გაიზარდოს უფრო მეტი ქალბატონების ჩართულობა ამ პროფესიაში რა არის საინტერესოა? ეცით რა, რა თქმა უნდა, სექტორალური, ანუ დარგობრივი ლექტორ-მასწავლებლები ჩვენ უმეტესად მამაკაცები გვყავს და რაც უფრო მეტი ქალი მეზღვაური გვეყოლება და შემდეგში ისინი მოისურვებენ ჩვენთან ლექტორებად მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით. სხვა დაუშვათ ბაზისურ საგნებში ქალები ძალიან ბევრია, თქვენ იცით, რომ საგანმანათლებლო დარგში ქალების პრეფერენცია მაინც უფრო მეტია და როგორც ჩვენი უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში ქალები სხვა ბაზისურ ცოდნას აუფლებენ სტუდენტებს. აი, რომელი პროფესიები არის და რა მიმართულებით არის უფრო მეტად ინტერესი, ვინაიდან დღეს ჩვენი ლაიტმოტივი მაინც ქალი მეზღვაურები არიან, მოდით ამ კუთხით ვისაუბროთ. საინტერესო ქალებისთვის რომელი მიმართულებებია უფრო საინტერესო და ალბათ გარკვეული სტატისტიკაც იქნება მიმართულებით და მიზეზსაც თუ გეტყვით, საინტერესო იქნება. მეტად ალბათ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველაზე პოპულარული ესეთი ცნობილი ეს არის ნავიგაცია, ხო, გემწამყვანის პროფესია, რომელსაც აი ახლა ეუფლება, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანს დამთავრების შემდეგ თუ დარჩება და არ წავა ზღვაში, იმუშაოს სხვადასხვა კომპანიებში, ეს იქნება ადმინისტრაცია, საზღვაო ადმინისტრაციებში, პორტებში, საკრუინგო კომპანიებში თუ გემფლობელ ორგანიზაციებში. ეს ყველაზე ესეთი პოპულარული, ესეთი ცნობილია, მაგრამ ყველაზე მეტად ქალბატონები, რომლებიც ჩვენთან ნაპირზე მუშაობენ საზღვაო ინდუსტრიაში, ეს არის მაინც საზღვაო სამართალი. მეტად ესე. ეს არის პოპულარული. საკრუინგო კომპანიებშიც ხშირად გოგონები შეიძლება არ ქონდეთ სექტორალური განათლება, იქ შეიძლება სხვადასხვა განათლების იყვნენ, მაგრამ თუ მათ აქვთ ესეთი დარგობრივი განათლება, უფრო მეტად ეს, როგორც მე ვიცი, არის საზღვაო სამართალი. ქალბატონები და საინტერესო იქნებოდა ეს ვისაუბრეთ, მაგრამ გარკვეულწილად აი თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობა დღეს და ის გამოწვევები, რომელიც საზღვაო ინდუსტრიას აქვს, როგორ ფორმირდა დღეს და რა მნიშვნელოვანი წინსვლები არსებობს ამ მიმართულებით, იგივე თუნდაც AI ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საუბარია რობოტიზაციაზე, რომელიც უფრო მეტად ამარტივებს შესაძლებლობას. საზღვაო ინდუსტრია დღეისდღეობით, როგორც სპორტები, ესევე გემებიც, ომონდებიც უკვე არის, მაგრამ ეს ჯერჯერობით არის კვლევების ნაწილი, ესე ვთქვათ, არის ერთეული გემები
სრულიად ავტომატიზირებული ან ნახევრად ავტომატიზირებული, მაგრამ როგორც აიმო ამბობს, რომ შესაძლებელია 30 წელიწადში სრულად ავტომატიზაციაზე გადავიდეს და მხოლოდ 1-2 ეკიპაჟის წევრი დასჭირდეს გემს და გემები იმართონ ნაპირიდან ოპერატორებით. ეს გარკვეულწილად შეიძლება ამცირებდეს იმ პროფესიებს, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ადამიანთან და კი, რა თქმა უნდა, არა მარტო საზღვაო დარგში ეს პრობლემები ჩვენ შეიძლება შემცირება საერთოდ მუშახელის ძალიან ბევრ პროფესიაში ვიგრძნოთ, მაგრამ ჯერჯერობით საზღვაო ინდუსტრიას ყველა სფეროში, არა მარტო ზღვაში, არამედ ნაპირზეც აქვს დეფიციტი. მუშახელის დეფიციტი და პირველ რიგში კი რა თქმა უნდა გენდერული ლიბერალური ესეთი მოწოდება რომ ქალების გენდერული თანასწორობა იყოს, მაგრამ პირველ რიგში არის ის რომ ის ქალები რომლებიც არ მუშაობენ ზღვაში, წარმოიდგინეთ ისინიც რომ ჩაერთვებიან აი ამ დეფიციტს, ამოავსებენ და შეავსებენ, ხო? ამიტომაც არის აი ესეთი ხელშეწყობა ქალი საზღვაო ნიას ვკითხავ მაგალითად თუ დაინტერესებულ ხარ იმით რომ არის თუ არა ისეთი ქვეყნები რომლებიც ლოიალურები არიან ქალ მეზღვაურთა მიმართ მაგალითად ისეთი კომპანიები სადაც დაცულია გენდერული თანასწორობა მაგალითად არის ესეთი კომპანიები თუ ძირითადად მაინც მამაკაცებზე კეთდება გიორგი არ ვიცი რამდენად არ გაუჭირდება მე მხოლოდ მეორე კურსელია და აი ესეთ დარგში არ არის რა თქმა უნდა ევროპაში ნორვეგია დანია არის ესეთი ქვეყნები არის ნორვეგია და დანიაში საერთოდ ითვლება რომ უფრო მეტია ქალი მეზღვაურები მაგრამ სამწუხაროდ ევროპელებმა თვითონ უარი თქვეს მათ ესეთი პოპულარული და მოთხოვნადი ევროპაში ეს პროფესია არ არის რატო არა იმიტომ რომ თავარი მისი პლუსი რა თქმა უნდა არის მაღალი ანაზღაურება და ევროპაშიც ეს მაღალ ანაზღაურებად ითვლება მაგრამ აი ეს ხელფასი ევროპელმა ადამიანმა შეიძლება სხვა ადგილზე ნაპირზე მუშაობითაც მიაღწიოს განვითარებელ და გაუნვითარებელ ქვეყნებში დაუშვათ ეს ხელფასები რომელიც ზღვა აძლევს ნაპირზე ძალიან იშვიათია თავად დახედეთ ნუ რო შევადაროთ ამიტომ ნახეთ როდესაც ზღვაში წავლენ გოგონები და რომელ ქვეყნებში მაინც მომუშაკეები უფრო მეტად აზიის ქვეყნებიდან შეხვდებიან სტერეოტიპები იქ სულ სხვანაირია არა ევროპული ჯერჯერობით მიუხედავად იმისა რომ მთელი საზოგადოება საზღვაო ცდილობს იმისთვის რომ დისკრიმინაცია და შევიწროვებები ქალის არ მოხდეს ეს ჯერჯერობით არის და ეს პირველი დამაფერხებელია რატომაც ქალები არ მიდიან ზღვაში გარკვეული რისკები არსებობს ხომ ამ მიმართულებით მაინც და ალბათ გარკვეული შემთხვევებიც გარკვეული არა ეს არსებობს ეს არის ეს ხმამაღლაც უნდა ვთქვათ იმიტომ რომ დღეს ფიზიკური შრომა ესე ვთქვათ და ძალა ქალს არ ჭირდება მენტალურად ის აბსოლუტურად თანაბარია მამაკაცთან თუ განათლებას ღებულობს ის აბსოლუტურად შეესაბამება იმ სტანდარტებს რაც ეს განათლება ითხოვს მაგრამ იქ არის დისკრიმინაცია და შევიწროვებები და ამაზე უნდა ამას თქვა პროფესიული კავშირები თუ იცავს თქვათ ასეთ აუცილებლად არის IFO-i ესეთი ორგანიზაცია რომელიც შეიცავს 700 პროფსაიუზებს თემსოფლიოში და ნუ აიმოსთან ერთად და პლუს კიდე ვისტა ეს არის ქალები საზღვაო დარგში ესეთი ცალკე ორგანიზაცია რომლის პრეზიდენტი სხვა შორის ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის კანცლერია ვისტა ჯორჯიას ქალბატონი ლალი ხვედელიძე და აი ეს სამი ორგანიზაცია ქალთა უფლებებს ძალიან იცავს და ეხლა ძალიან დიდი ხელშეწყობა პოპულარიზაცია და თუ აღმოაჩენენ ამ დისკრიმინაციის ან შეზღუდვების ქალის ძალიან დიდი ზეცქვათ ისჯებიან კი ბატონო თქვენ ახსენეთ ნორვეგია დანია სკანდინავიის ქვეყნები რომლებიც ტრადიციულად განვითარებულნი არიან საზღვაო მიმართულებით იაპონიაც ალბათ ევროპას გულისხმობ თუნდაც იაპონიაც რო ავიღოთ მაგალითად თუ აქვთ თქვენს კურს დამთავრებულებს საშუალება თქვენი უნივერსიტეტის კურს დამთავრებულებს მოიძიონ ესეთი კომპანიები და თავიანთი დიპლომით ასეთ კომპანიებში დასაქმდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელშეკრულებით, რაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგიასთან და დანიასთან ესე მჭიდრო ურთიერთობები არ აქვს, მაგრამ ესეც ევროპული ქვეყნებია, სადაც მიდიან და ნებისმიერი ევროპული ქვეყნის გემთმფლობელი კომპანიები ეხლა აქტიურად არიან 1-2 ქალი მაინც უნდა ყავდეთ ზღვაში ეს მათი ესეთი. თორსტები 27 დროშის ქვეშ შეუძლია ხო ქართულ გემს ცურვა, ეს საკმაოდ მისასალმებელია, თუმცა საინტერესო იქნებოდა რომელი ქვეყნები არიან დღეს თორს წამყვანი ჩვენს რეგიონში
და რომელი ქვეყნის ეს გემებთან უფრო მეტად თანამშრომლობს ქართული საზღვაო მიმართულება, ვინაიდან მე მახსოვს რომ ადრე სანამ მოკლედ ომის ამბავი იქნება და მანამდე ამბობდნენ რომ ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პულინგსაც კი იტანდნენ ეს თქო რუსი კაპიტნებისგან ქართული დაბალ პოზიციაზე მომსახურე პერსონალი, ვინაიდან გარკვეული აგრესია იქნებოდა თვას შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში პირად საუბრებში მსგავსი ისტორიები გამიგია და თქვენ რამდენად შესაძლებელია ის რუსებიც ცურავენ სხვადასხვა დროშის ქვეშ. თუმცა დღეს პირველად კიპრის საბერძნეთი, ლიბერია, პანამა, გერმანია, საფრანგეთი რა დროშების ქვეშ ცურავენ, ხა ძალიან ბევრი დროშის ქვეშ შეიძლება იცურო. და იცით რა, ეხლა ბულინგი ეხლა პირადად შეიძლება რაღაცა შეკამათება 22 კაცი ეკიპაჟი, როდესაც 4 თვე ერთად რაღაც ერთმანეთს დაუკიცონ რაღაცა მათი სიმართლე გინდა ქართველებმა, გინდა უკრაინელებმა, გინდა რუსებმა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გინდაც რუსები და უკრაინელები შვენივრად ცურავენ ერთ გემზე და არ ხდება, მაგრამ ალბათ, არ ვიცი ახლა მე ამაში არა ვარ ძალიან ჩამწუდარი, მაგრამ ალბათ თავად კომპანიები ამაზე ზრუნავენ, რომ უკრაინელი და რუსი ერთად არ მოახვედრონ და ესე შემდეგ. რუსები რა თქმა უნდა საუბრობთ ადამიანის უფლებებზე, როგორც გენდერის მიმართულებით ბულინგი უნდა აღმოიფხვრას და უნდა იყოს ამ მიმართულებით რაღაც კონკრეტული სამუშაო გაწეული, ისევე მაგალითად ეროვნების მიხედვით და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში აქ არ უნდა გქონდეს ალბათ მნიშვნელობა კაცსა ბულინგებენ თუ ქალს ნებისმიერ შემთხვევაში ბულინგერი ბულინგი. თუმცა მე რა მინდა და მეკითხა შემდეგი რომ დღეს დაბალ პოზიციებზე როგორც ვთქვი, ყველაზე წამყვანი ქვეყნები არიან ჩინეთი, ინდოეთი და კიდევ მესამე ქვეყანა რომელიც ფილიპინები, ხო? ყველაზე მეტად. დაბალ პოზიციებზე გარკვეულ პერიოდში იყო ესეთი მოსაზრება ბათუმში, აჭარაში თუნდაც რომ შედარებით უფრო ესეთი მარტივი შემოსავლის წყარო იყო დაბალ პოზიციაზე, ვინაიდან ყველა სულდა გემზე წასვლა. აი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში თუნდაც აი სტანდარტები თუ ეს თქვა აიწია სტანდარტმა და რამდენად მარტივია დღეს გემზე მოხვედრა და იქ თუნდაც ნორმალური ჰონორარის კარიერურის და სხვათა შორის ეთვლება საკმაოდ ადვილი. მას აქვს დიდი ეტაპები და მაგალითად მესამე თანაშემწედან კაპიტნამდე კი ჭირდებათ, მე ნავიგატორებს ვამბობ და იგივე ალბათ მექანიკო 10 წელი რა 8-10 წელი მაინც ჭირდება, მაგრამ საკმარისია თუ შენ დაგეგმავ, მეზღვაური დაგეგმავს მის ცხოვრებას და კომპეტენციებს, ანუ ისევ და ისევ არის ცოდნაში. თუ მიყვები ცოდნას, თქვენ იცით რომ მეზღვაურის გარდა იმისა, რომ ის 4 წელი ბაკალავრიატში სწავლობს, ის ყველა წელს იმატებს და ერთი პოზიციიდან გემზე გადასვლისას მეორეზე, ზევად და პოზიციაზე ის გამოცდებს აბარებს და სხვადასხვანაირ, სტანდარტით არის ეს შემოღებული. ამიტომ ზღვაში კარიერა საკმაოდ ადვილია და ესეთი მიზან მიმართული დაგეგმარებით ადვილად ხერხდება, უბრალოდ უნდა სწავლო. თუმცა არ არის ყველასთვის, ხო? გარკვეულწილად იქ ყველასთვის არის, მე არ ვიცი რა, კასტობრიობა იქ არ არის. გულისხმობ რას, მაგალითად ჯანმრთელობის ნაწილში შემთხვევაში ადამიანებს აბიტურიენტის რა ქვია სვის დაავადებას ეს პირველ აბიტურიენტის კი, როდესაც აბარებს, აუცილებელია რომ სპეციფიურ კვლევები გაიაროს და მინიმალური სტანდარტებია ჯანმრთელობის მხრივ სმენა, მხედველობა და უნდა შეესაბამებოდეს ამ საერთაშორისო სტანდარტებს. საზღვაო დარგი ბულინგზეც და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ინტერნაციონალური და არასოდეს არ არის ეკიპაჟი ერთი ნაციონალობის ამაზე ზედმეტია ლაპარაკი ამაზე თავად კომპანიები მუშაობენ და ან რა გარანტია რომ ერთ ნაციონალურ შემთხვევაში არ იყოს ბულინგი და ნუ ყველასთვის არ არის რა თქმა უნდა, ამიტომ აბიტურიენტმაც კი უნდა გაიაროს წინა სასწავლო საზღვაო კვლევები და მას მიეცეს სპეციალური ცნობა, რომ ის აკმაყოფილებს ამ მინიმალურ მოთხოვებს ჯანმრთელობის მხრივ. ნუ რა თქმა უნდა ეს თქვენ რაც თქვით საზღვაო დაავადებაზე, ეს არის ვიბრაციაზე და რყევებზე. ნუ ევროპის ქვეყნებში, როდესაც სტუდენტი საზღვაო დაწესებულებაში იწყებს
სწავლას როგორც წესი 6 თვე თეორია ნაპირზე და 6 თვე აქვს საშუალება პრაქტიკა და ნუ პირველ წელიწად შეუძლია რომ სტუდენტმა გაარკვიოს მოსწონს თუ არა და შეუძლია თუ არა ხო? თუ არა. თქვათ კადეტი, მაგრამ იქ პირველი კურსიდანვე იწყება. არა ყველა ევროპის ქვეყნებში და არა ყველა აზიურ ქვეყნებში, მაგრამ უმეტესად ესეა. ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს ჩვენი ფლოტი და ჩვენ სტუდენტებს, ქართველ სტუდენტებს არ აქვს საშუალება იმ გემებზე, სადაც ისინი პრაქტიკას გადიან მესამე კურსის მერე, მხოლოდ მესამე კურსის მერე შეიძლება რომ მიხვდნენ აქ თუ არა. თუ შეიძლება ნიას შევეკითხები, თქვათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თქვათ როგორ შეათავსებს იგივე მეზღვაურის პროფესიას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მეზღვაურებს უწევთ ხოლმე ოჯახის დატოვება 6 თვის განმავლობაში მინიმუმ, ხო? თქვათ შემდეგ პოზიციებს უფრო ნაკლები თვითაც, თუმცა პირველ პერიოდში მაინც ეს ეხება როგორ ფიქრობ ამას, როგორ შეათავსებ? ყავს თუ არა საყვარელი ადამიანი ესეც გაგიქცევს? არა, ყავს ჯერჯერობით ჩემთვის ჩემი განათლება და სწავლა უპირველეს ადგილას არის და ფიქრობ რომ შემდგომ რამდენიმე წელი კიდევ განათლებას დავუთმობ დროს და საკუთარ პროფესიას და შემდეგ უკვე დავაკვირდები რა როგორ წავა და ამის შემდეგ გადავწყვიტავ. შენს მეორე ნახევარს უკვე ეცოდინება მომავალში რომ შენ გაქვს ესეთი პროფესია და მოგიწევს ხოლმე 6 თვე. აუცილებლად მეზღვაური პარტნიორი მეყოლებ. საინტერესოა. რას ეტყოდი იმ გოგონებს, რომლებიც ახლა თვალყურს გადევნებენ ჩვენი ეთერის მეშვეობით და რომელიც ვერ ბედავენ, თქვათ, აირჩიონ მეზღვაურის პროფესია? რომ პირველ რიგში საკუთარი თავის ჯეროდეთ, იყვნენ თავდაჯერებულები და ყარად იდგნენ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც აქვთ და თუ მართლა სურთ გულით, რომ გახდნენ ქალი მეზღვაურები, მიიყვნენ ამ ოცნებას და მიზანს. ვეთანხმები მიას ეს აბსოლუტურად ქალისთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ესეთი დომინანტური ქალის პროფესია, მაგრამ ის ქალები, რომლებიც და ქართველებს ბევრი ყავს დამოუკიდებელი ქალები, რატომაც არა სხვა რთული პროფესია, კარიერაც უნდა მიაღწიონ თავისი თავი დაიმტკიცონ მამაკაც და კოლექტივში, მაგრამ მინდა ვთქვა, რატომაც არა ეს პროფესია, როდესაც მას ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს. რამდენი ქართველი ქალი მუშაობს საზღვარგარეთ ჩვენ თვითონ ვიცით და რატომაც არა სხვა არ არის არაფერი არ არის ადვილი და მე ვფიქრობ რომ და ჩვენ მზად ვართ და ჩვენი უნივერსიტეტიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს პროფესია იყოს პოპულარული ქალებში და მინდა ვთქვა რომ ყველა გოგონა ვინც ჩვენ სწავლობს ცნობილია რომ უფასოდ სწავლობს ყველა 4 წელი რადგანაც ჩვენი კანცლერი ქალბატ მე ვთქვი უკვე რომ ქალბატონი ლალი ხვედელიძე არის ვისტა ორგანიზაციის ჯორჯია პრეზიდენტი და ამის ეგიდი წლებია უფასოდ სწავლობენ ეს გოგონები ჩვენთან და კიდე უნდა ვთქვა ალბათ რომ ამ პროფესიას მიუხედავად იმისა რომ აჭარის რეგიონში ეს პოპულარული პროფესია ნამდვილად ჭირდება არა მარტო სასწავლო დაწესებულებიდან არამედ სხვაგარე ჩართულობით პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით რათა აი ბენეფიტები რასაც აძლევს ეს პროფესია სხვა ქართველმა ახალგაზრდებმაც გაიგონ. მით უმეტეს რაც თქვენ გააჟღერეთ მე არ ვიცოდი თუ გოგონებისთვის ამ პროფესიის დაუფლება ამ ეტაპზე უფასოდ იყო ეს მნიშვნელოვანი მესიჯია ყველა იმ ქალბატონისთვის რომელიც დღეს ჩვენ თვალყურს გვადევნებს სოფლიო აღნიშნავს ქალ მეზღვაურთა და ზოგადად საზღვაო სფეროში დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს მე ვულოცავ კიდევ ერთხელ ქალბატონ ელიტას და ნიას ამ შესანიშნავ დღეს და მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და ვისაუბრეთ აი ამ ძალიან საინტერესო და საკუთარ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და ძალიან ბევრ გოგონას ასევე თქვენს და ზურგის კარს დიდი მადლობა.